რაც შვილი გარდამეცვალა, საკმარისია ჩემი 10-15 წლის წინანდელი ფოტო დავდო. საერთოდ სხვანაირი მზერა რომ აქვს და სხვანაირად რომ გამოვიყურები, აუცილებლად უნდა შემოვარდეს რომელიმე ქალბატონი, ან ქალბატონების გუნდი, ყოველთვის ქალები არიან, თავიანთ კედელზე ქმარშვილთან ერთად ჩახუტებული ფოტოები და ხატების გამოსახულება რა უდევთ და აუცილებლად უნდა დამიწერონ, რა კარგი იყავი მაშინ და რას დაემსგავსე ახლა. ქალბატონო, დედამიწის ზურგზე არ მოუგონიათ ჯერ წამალი, რომ 10 წლის სხვაობით ადამიანს ასაკი არ დაეტყოს. მეორე, ამ 10 წლის მანძილზე ჩემ ცხოვრებაში რაღაცები მოხდა. და თქვენ რომ თქვენი შვილების ფოტოებს ვდებთ ინსტაგრამზე და ფეისბუქზე, მე ვდებ ძაღლების ფოტოებს. უფრო უკეთესად და უფრო სასტიკად როგორ აგიხსნათ. ზუსტად თქვენნაირი ქალები იმ 10 წლის წინანდელ ფოტოებზე მიწერდნენ ზუსტად იგივეს, რას გევხარ, მართლა. ამიტომ თუ თვითშეფასება გიმაღლდებათ შვილკვდარი ქალის გარეგნობის ლანძღვით, პრობლემა არის თქვენში. პირველი, მიდით ფსიქოლოგთან. მეორე, კარგად ჩაიხედეთ სარკეში და დაჯექით დიეტაზე. მესამე, იმუშავეთ საკუთარ თავზე. თუ სამსახური არ გაქვთ, მეც არ მქონდა სამსახური, მაგრამ დავიწყე ახალი ცხოვრება და მოვიგონე ჩემი საქმე. ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ ფეხზე დგომა, ღიმილი და ცხოვრების ხალისი დამბრუნებოდა. თუ თქვენი თავი არ მოგწონთ, იზრუნეთ და იმუშავეთ იმაზე, რომ სარკეში ჩახედვის შემდეგ თქვენი თავი მოგეწონოთ და სხვისი გარეგნობის ლანძღვით ერთწამიანი დიდება არ გქონდეთ საკუთარ თავთან. დანარჩენებს მინდა გთხოვოთ, არ მომწეროთ, რას უხსნი და რატომ უხსნი. თუ ამდენი კაცი ჭამიადან ერთი მაინც გაიგებს ამ ყველაფერს, ჩემი მისია შესრულებულია. მე ვარ 48 წლის შვილმკვდარი ქალი, რომელმაც 4 წლის წინ მისი ცხოვრების თავარი საქმე დაკარგა, ყოველდღე ვარჯიშობ, თავზე ვზრუნავ, ჩემი ცხოვრების ახალი საქმე დავიწყე და ძალიან მომწონს როგორც გამოვიყურები. არ შემეძლო არ მეპასუხა, ერთი ადამიანი მაინც თუ გადარჩება და ადამიანის ხორცის ჭამას თავს დაანებებს, ჩათვალეთ, რომ ჩემი მისია